დღის მთავარი ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეები, კომპეტენტური სტუმრები და პასუხები აქტუალურ კითხვებზე. ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სტარტაპ მიმართულებები, ყველა სფერო თავს იყრის ერთ სივრცეში. მიიღეთ შევები და გაზარდე შენი კაპიტალი. Georgian Times-ის ეთერში გადაცემა კაპიტალის დროა. გურამ მელქაძესთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო და YouTube მაყურებლებო, ეთერში გადაცემა კაპიტალი გუკა მელქაძესთან ერთად და დღეს ვსაუბრობ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც დაინტერესებს ძირითადად მაინც ქალბატონებს, შეგვიძლია ვთქვა და შესაბამისად თუ რას შეეხება დღევანდელი გადაცემა, ამას გავიგებთ ჩემი დღევანდელი სტუმრისაგან, რომელიც გახლავთ ლინდა კიკოლაშვილი, ველვეს ჯგუფის თანადამფუძნებელი. ლინდა, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მინდა რომ აი ქრონოლოგიურად დავიწყოთ ჩვენი საუბარი ზოგადად რამდენი ხნის წინ გაჩნდა აი ამ ყველაფრის დაწყების იდეა, რამდენი ხანი რაც ბაზარზე ოპერირებ და ტყუილად არ ვახსენე ქალბატონები, რას თავაზობთ საზოგადოებას და პრინციპში არა მარტო ქალბატონებს. მოგესალმებით გუკა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ველვეს ჯგუფი, ჩვენი კომპანიის დაარსების იდეა გაჩნდა დაახლოებით 2 წლის წინ. როდესაც მე და ჩემმა პარტნიორმა და მეგობარმა ნუცა სასებაშვილმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომლის ძირითადი ამოცანაც იქნებოდა ხარისხიანი კოსმეტიკის წარდგენა ქართველი მომხმარებლისთვის. და გასული წლის ზაფხულში დაარსდა კომპანია ველვესი, თუმცა ოპერირება დავიწყეთ 2025 წლის დეკემბერში. შესაბამისად გაყიდვებიც უკვე დაწყებულია, უკვე მესამე თვეა. ჩვენს პორტფელში დღესდღეობით არის 10-მდე ევროპული ბრენდი. ჩვენ ძირითადად აქცენტი გავაკეთეთ ხარისხიან ბრენდებზე. ქართველი მომხმარებლისთვის არის ცნობილი ბრენდები, ისეთი როგორიც არის მაგალითად ინგლოტი. ინგლოტი არის დეკორატიულ კოსმეტიკაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი და საყვარელი ბრენდი, ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი მეიქაპ არტისტებისთვის. აგრეთვე პორტფელში გვაქვს ესეთი მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულები არიან ევროპაში. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და გამორჩეული ბრენდი ლაკაბინი. რატომ ეს ბრენდი? ლაკაბინი არის ესპანური პრემიუმ ხარისხის ბრენდი, რომელიც საკმაოდ პოპულარული არის ევროპაში, ესპანეთში და მაღალ კონცენტრატებზე მუშაობს ეს მისი პროდუქცია შემოადგენლობით და ფაქტიურად აქვს საოცარი შედეგი, რასაც ჩვენი მომხმარებლები აღნიშნავენ დღესაც. ჩაგიკითხებით ხოლმე შიგა და შიგან, როგორც აღნიშნე, ზაფხულში გაჩნდა ეს იდეა და ბოლოს 3 თვეა, რაც უკვე წარმოდგენილები ხართ ოფიციალურად ბაზარზე და 10-მდე ბრენდიც ახსენე, რომელთანაც კოლაბორაცია გაქვთ და თანამშრომლობთ. მაინტერესებს აი ამ პერიოდის განმავლობაში რამდენად რთული გზა გაიარეთ, რა წინაღობები შეგხვდათ წინ და ასევე მაინტერესებს იმ ბრენდებთან მოლაპარაკებები რამდენად მარტივი იყო, ან თუნდაც რთული. კი ბატონო, მოგახსენებთ, საკმაოდ რთული იყო ბრენდების გადარჩევა. ჩვენ ვიმყოფებოდით არაერთ გამოფენაზე, საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილია ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან ბრენდი და საკმაოდ რთული იყო იმ ხარისხის დადება, რომელზეც ჩვენ ვიზრუნეთ ჩვენი კომპანიისთვის. ამის შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ექსკლუზიურ პირობებზე მოლაპარაკებები არ არის მარტივი, თუმცა ჩვენ შევძელით ეს და დღესდღეობით წარმოდგენილი არის ჩვენს პლატფორმაზე, რომელიც მე მოგახსენებთ ასევე რა პლატფორმაზეა საუბარი. ველვეს G, რომელზეც ხდება ჩვენი ბრენდების, ესე ვთქვათ, წარმოდგენა და გაყიდვა. რატომ ავირჩიეთ გაყიდვების ეს გზა? იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად სამყარო მარკეტინგი გაყიდვები არის გაციფრულებული მთელს მსოფლიოში და ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც არის მაგალითად Sephora-ს გაყიდვების დიდი წილი უჭირავს ონლაინ გაყიდვებს, ანუ მომხმარებელი შედის, იძენს, ალბათ სავარაუდოდ ჩემი მოსაზრებით დროის სიმცირის ანუ ქონლობის გამო, პირადად მეც ასე ვიქცევი და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოშიც დაგვენერგა ეს ტენდენცია,
რომ უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო მომხმარებლისთვის. ფაქტობრივად მომხმარებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად ან სამსახურიდან გაუსვლელად შემოვიდეს ველვეს ჯიზე, აირჩიოს მისთვის სასურველი სახის, ტანის მოვლის საშუალებებით, მის მოვლის საშუალებები, რომელიც ასევე გვემატება დეკორატიული კოსმეტიკა და კურიერის საშუალებით მიიღოს სასურველ ადგილას. ან მივიდეს ჩვენს სერვის ცენტრში და გაიტანოს თავისი პროდუქცია. საკურიერო მომსახურება ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. დიახ, ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მერყეობს 1-დან მაქსიმუმ 5 დღემდე. 5 დღეც არის ძალიან ცოტათი რთულად მისაწვდომ ადგილებში. ლინდა, მაინტერესებს, როდესაც ამ ყველაფერს იწყებდით, თქვენი თავდაპირველი მიზანი რა იყო საწყისი თვეების განმავლობაში, რა გათვლა გქონდათ და რამდენად შესრულებული? ნუ სამი თვე არ არის დიდი დრო იმისათვის, რომ რაიმე დასკვნები გამოიტანო, მაგრამ ამ სამმა თვემ რამდენად ნაყოფიერად ჩაიარა შენი აზრით და შენი შეფასებით? ვთვლით, რომ ის პროგნოზი, რომელიც თავდაპირველად გაკეთებული გქონდა, სრულად შესრულდა, გადაჭარბებითაც კი, თუ ვიმსჯელებთ გაყიდვების კუთხით და დამატებით, რა თქმა უნდა, გვაქვს რაღაცა ესე ვთქვათ დეკადებად დაყოფილი ჩვენი გეგმები, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ იგივე წარმატებით გაივლის. მაინტერესებს ასევე ზოგადად ახსენეთ, რომ კიდევ აპირებთ გარკვეული მიმართულებები სიახლეები დანერგოთ, აი როდიდან უნდა ელოდოს საზოგადოება ამ სიახლეებს და უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ იმ მომავალ გეგმებზე, მომავალ გეგმებზეც თალკი მინდა კითხოთ, მაგრამ უახლოეს გეგმებს მოდი ესე ვთქვათ. კი ბატონო, დღეისათვის ჩვენ გვსურს ყველაზე დიდი ამოცანა ჩვენი მდგომარეობს იმაში, რომ ის ბრენდები, რომლებმაც ქართველმა მომხმარებელმა ჯერ კარგად არიცის, კარგად გავაცნოთ, თუმცა იმდენად კარგი უკავშირი გვაქვს უკვე, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს სირთულეს სამომავლოდაც არ წარმოადგენს ჩვენთვის და რაც შეეხება სამომავლო გეგმებზე ბუნებრივია ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავაფართოვოთ ჩვენი პორტფელი, დავამატოთ ბრენდები, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მსხვილ და ძალიან საინტერესო ინოვაციურ ბრენდებთან და ვთვლით, რომ წლის ბოლოს და 2 წლის თავზე ფაქტიურად გაორმაგდება და გასამაგდება ჩვენი პორტფელი. ახსენე, რომ თქვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ ახლოს გააცნოთ აუდიტორიას, ესე ვთქვათ, იმ ბრენდების შესახებ, რომლებიც თქვენთან არის წარმოდგენილი და ამ მიმართულებით მარკეტინგული კამპანია, რა თქმა უნდა, ისევ როგორც PR კამპანია საჭიროა. მაინტერესებს ამ ხრივ რა ღონისძიებები გატარებას გეგმავთ და შენი აზრით რამდენად უკავშირდეთ თქვი, რომ არის გარკვეული უკავშირი, მაგრამ რამდენად რთული პროცესია ეს, ყველა ცოცხალი პროცესია და ასევე სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაინტერესებს რა არის მარკეტინგული და PR კამპანიების ქმედითი ნაბიჯების გეგმები, ასე ვთქვათ. იცით რა არის პირველ რიგში ჩვენთვის ძალიან ვინაიდან ჩვენ ძირითადად გვაქვს როგორც პროფესიონალური ხაზი, ასევე საშუალო სეგმენტისთვის გათვლილი ბრენდები, პოზიციონირებთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვსურს ეს გააკეთოს თუნდაც მეიკაპ არტისტებმა, ვისაც უფრო მეტი ნდობა აქვს, ესე ვთქვათ, ხომ? მეიკაპ არტისტებმა, კოსმეტოლოგებმა, იქიდან გამომდინარე, ამის საშუალებას გვაძლევს თვითონ ბრენდები და პროდუქცია. ჩვენ ძალიან წელგამართული ვართ ამ კუთხით და შესაბამისად ვისაც კი არ წარმოუდგინეთ, ანუ პროფესიონალებს გულისხმობთ ჩვენი პროდუქცია, ისინიც ძალიან დიდი სიამოვნებით უწევენ რეკომენდაციებს. ჩვენ დავიწყეთ სწორედ ამ კუთხით ნდობის მოპოვება და შემდეგ, რა თქმა უნდა, რიგით, ასე ვთქვათ, სარეკლამო კამპანიებსაც ჩაუშვებთ. მაინტერესებს კონკურენციაზეც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. ამ მიმართულებით რამდენად მაღალია კონკურენცია საქართველოში და რა თქმა უნდა ხარისხიც? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი არის ძალიან მცირე, კონკურენცია არის ძალიან დიდი. ძირითადად იმპორტირებული არის სრულიად ბაზარი, სამწუხაროდ ადგილობრივი წარმოების კომპანიები და ბრენდები მცირე არის ამ ეტაპისთვის, თუმცა ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ გაიზრდება, რა თქმა უნდა, მათი რიცხვი. იმპორტირებული არის სრულად, ჩვენც მათ შორის იმპორტზე ვართ დამოკიდებული ჩვენი პროდუქცია, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ წარმოებელი კომპანია და გვაქვს, როგორც აღნიშნე უკვე
ჩვენს კომპანიაში არაერთი ბრენდი, ძალიან დიდი კონკურენცია და ყველა იბრძვის მომხმარებლის ყურადღებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ შემდეგი რამ, რომ ფსონი დავდეთ ხარისხზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ წარმოებელი კომპანია, მაქსიმალურად მეგობრული ფასები დავაწესეთ ჩვენი მომხმარებლისთვის. თქვენ რომ შევბრძანდეთ ჩვენს ვებგვერდზე Velvesg, ნახავთ პროდუქტებს, სხვადასხვა ბრენდებია წარმოდგენილი, რომელიც იწყება პირობითად 9 ლარიდან და სრულდება 150 ლარამდე. ანუ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგვეთვალა ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის. იმისათვის, რომ ნებისმიერ ქალბატონს და არა მარტო, თქვენ ქალბატონები ახსენეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ქალბატონები მეტწილად განებივრებული გვყავს ამ ამბავში, თუმცა გვაქვს ასევე ფანტასტიკური ევროპული ბრენდი გარდენი, მამაკაცის ხაზიც. ასე რომ მამაკაცებსაც შეუძლიათ შევბრძანდნენ და შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქტები და ძალიან მეგობრული ფასები გვაქვს. ხო, საინტერესო საკითხს შეეხედა, მე სპეციალურად აღვნიშნე გადაცემის დასაწყისში, რომ ძირითადად ქალებისთვის იქნება საინტერესო გადაცემა თქო, მაგრამ კაცებსაც დაინტერესებს, მაგრამ ცოტა ისეთი სტერეოტიპია საქართველოში, რომ კაცისთვის მსგავსი რაღაცის მოხმარება არ არის რეკომენდირებული ბრჭყალებში. მაინტერესებს თუ არის თქვენს მომხმარებლებში მამაკაცების რაოდენობა გარკვეულ ციფრამდე, რიცხვამდე მისული და იზრდება თუ არა ეს სტატისტიკა და ზოგადად შენი დაკვირვებით რა სიტუაცია ამ მხრივ საქართველოში? ჩემი აზრით რეკომენდაცია კი რა აუცილებელიც არის, ესე ვიტყოდი. კლიშეები არის გარკვეული. კი, აუცილებელიც არის, რომ მამაკაცმა, რა თქმა უნდა, და დღეობით მე მგონი იმედი მაქვს, რომ ასეც ვუყურებ და თალყურს ვადევნებ, არის ეს ტენდენცია თავის მოვლის და ძალიან მომწონს. მოვიშველიებ ისევ ჩემს საყვარელ ბრენდს ლაკაბინს და მინდა ვთქვა, რომ აი ეს შრატები, ანუ ლაკაბინი ესპანური ბრენდი, დიახ, პრემიუმ კლასის, რომელსაც აქვს შრატები, რომელსაც აქვს კრემები, ამპულები და სხვათა შორის მამაკაცებიც ფანტასტიკურად მოიხმარენ, იქიდან გამომდინარე, რომ ლაკაბინის რუნავს პრობლემის აღმოფხვრაზე და მის გაუმჯობესებაზე, ანუ უშუალოდ არსებობს პრობლემა და არსებობს ლაკაბინი, რომელიც ერგება ამ პრობლემის მოგვარებას, ეს იქნება პირობითად რაღაცა წითელი ხაზები, ნაოჭები თუ სხვადასხვა პრობლემა, რომელიც შეიძლება რა სხვა ტიპის კანს ჰქონდეს. ლინდა, თქვენ ახსენეთ წარმოება, ადგილობრივი წარმოება, რომელიც არ არის იმ დონემდე ჯერ განვითარებული, რომ კონკურენცია გაუწიოს თუნდაც საშუალო ევროპულ წარმოებელ კომპანიებს. მაინტერესებს ზოგადად, წარმოება გასაგებია მცირეა, ხარისხიც ალბათ შესაბამისი იქნება. არის თუ არა ამ მხრივ იმის პროგნოზირება რეკომენდირებული, რომ თუნდაც გაუმჯობესდეს სიტუაცია და ამ მხრივ უკვე არა იმპორტზე იყვნენ ადგილობრივი კომპანიები დამოკიდებული, არამედ ადგილობრივ წარმოებაზეც. როგორი მოლოდინები მაინტერესებს? რასაც ვაკვირდები, რამოდენიმე ბრენდი თვალყურს ვადევნებ და ძალიან მიხარია, ძალიან გვიხარია, რომ ადგილობრივი ბრენდებიც უკვე იჩენენ მეტნაკლებად თავს, ქალბატონები აქტიურობენ და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. მგონია, რომ დროის ამბავია, რა თქმა უნდა, დროსთან ერთად ეს ყველაფერი განვითარდება. მაინც საქართველოს ბაზარი ამ კუთხით ჯერჯერობით არის ისე ვთქვათ, განვითარებად ეტაპზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ თუნდაც ექსპორტს რომ შევეხოთ, სტატისტიკას მოვიშველიებ, 16 გასულ წელს 16.9% არის გაზრდილი და წელს არის კოსმეტიკის და წელსაც, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ უფრო მოლოდინი არის უფრო მაღალი ციფრების. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს განსხვავდება სხვადასხვა ფასთა კატეგორიაში, განსხვავდება ხარისხით და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ადამიანი წერს პირდაპირ ეთერში და თუ თანდახმა იქნები უპასუხოთ, შინაარსი იყო ესეთი, რომ რამდენად უსაფრთხოა და რეკომენდირებულია ჯანმრთელობისთვის, რომ აქტიურად გამოვიყენოთ მსგავსი სახის პროდუქცია. ჩვენს მიერ წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველა ბრენდი, რა თქმა უნდა, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს და
და არის სრულიად უსაფრთხო. მაგალითად ლაკაბინი არის მაღალ კონცენტრატებზე დამზადებული პროდუქცია და შესაბამისად რა თქმა უნდა ვიცოდეთ მათი მოხმარების წესები და ჩვენ ამისთვის ყავს ჩვენი ასე ვთქვათ მრჩეველები, რომლებიც ამაზე დააკვალიანებენ ჩვენს მოხმარებელებს, თუმცა გვაქვს ისეთი ვეგანური ბრენდები, რომელთაც აბსოლუტურად თამამად შეგიძლიათ და არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება, მაგალითად გუეში, ნაობაი, feel free, ეს არის ის ევროპული ბრენდები, რომლებიც ფაქტიურად შეუძლია ნებისმიერ 15 წლიდან ნებისმიერ ბავშვს მოზარდს მოიხმაროს. ევროპული ბრენდები ახსენე და საინტერესო იქნება მაყურებლებისთვის იმ თუნდაც ქვეყნების ან წარმოებების დასახელება, რომლებიც დღეს წამყვანები არიან ევროპის მასშტაბით და არა მარტო ევროპის მასშტაბით. ვინ ქმნიან ამიც ესე რომ ვთქვათ ამ მიმართულებით? ისევ და ისევ საფასო კატეგორიაში გადავდივართ, იქიდან გამომდინარე გრადაცია არის, რა თქმა უნდა, არის დეკორატიულ კოსმეტიკაში, რა თქმა უნდა, გვაქვს ყავს ისეთი გიგანტები, როგორიც არის Chanel, Dior და ასე შემდეგ. ჩამოდის მე MAC-ი, ინგლოტი, რომელიც ჩვენს პორტფელში არის თუნდაც და გრადაცია ხდება. თუმცა ბაზრის წილი ვერ ვიტყვით, რომ კონკრეტულად ერთ ბრენდს რაღაცა განსაკუთრებულად უჭერს, გადანაწილებული არის. ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაშიც იგივენაირად არის გადანაწილებულია. ჩვენ, როდესაც ვქმნიდით ამ კომპანიას, ვეცადეთ, რომ ხარისხზე, რა თქმა უნდა, ევროპული ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს პორტფელში არის როგორც ფრანგული სუნამოები გვაქვს ესპანური, იტალიური, გერმანული კოსმეტიკას მინდა შევეხო, რომელიც საკმაოდ ძალიან აქტიურად პოზიციონირებს დღესდღეობით და ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ბრენდი დეკორატიულ კოსმეტიკაში Justari, რომელიც არის გერმანული პროდუქცია არის და ძალიან ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ფასები აქვს. სხვათა შორის ეს საოცარი რეზონანსი გამოიწვია ჩვენს მომხმარებლებში, იმიტომ რომ იმდენად ხარისხიანი პროდუქტი არის, იმდენად მისაღებ და მეგობრულ ფასად, რომ ფაქტიურად დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერი არის. მაინც თქვენი მომხმარებლები რომელ ბრენდს ანიჭებენ უპირატესობას? თუ არის რაიმე არაოფიციალური სტატისტიკა, ასე ვთქვათ. კი არის ქალებიც და მამაკაცებიც საინტერესო იქნება. მეიქაპ არტისტები ანიჭებენ უპირატესობას ინგლოტს, იმიტომ პროფესიონალური ხაზია. სახის მოვლისთვის ძალიან პოპულარული არის ლაკაბინი და დეკორატიულ კოსმეტიკაში შედარებით ბიუჯეტურ სეგმენტისთვის Justari, გერმანული ბრენდი. ძალიან კარგი. თქვენ ნაწილობრივ ფასების საკითხსაც შეეხეთ, მაგრამ მინდა რომ ამ ხრივ ცოტა სიღრმეებში შევიდეთ. მაინტერესებს რამდენად მორგებულია და ყველას დაინტერესებს ფასები თქვენს ესე ვთქვათ ფილიალში ფასები საშუალო ფენისათვის. იმიტომ რომ დღეს ვიცით რომ საქართველოს სამწუხაროდ არ არის ისეთი ეკონომიკური სიტუაცია და ასევე მაინტერესებს რამდენად ხშირად არის გარკვეული სახის ფასდაკლებები თქვენთან. კი ბატონო, მიმდინარე ფასდაკლებები გვაქვს ახლაც. ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გავანებივროთ ჩვენი მომხმარებლები, მაგალითად, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით 8 მარტთან, 3 მარტთან დაკავშირებით, სხვადასხვა დღესასწაულთან, რისი საშუალებაცაც იძლევა ჩვენი ბიზნესი, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დავაკლოთ, ესე ვთქვათ, დავაკლოთ ფასები, გავაკეთოთ სეტები, ნაკრებები, ფასდაკლებები გაუკეთოთ ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ისედაც ფასდაკლებების გარეშე ჩვენთან არის ძალიან მეგობრული ფასები. ამაში დარწმუნება თქვენ შეგიძლიათ რომ უბრალოდ ჩამოხვიდეთ და ნახოთ. რა თქმა უნდა, არის შედარებით უფრო ძვირად ღირებული პროდუქტები, როგორიც არის მაგალითად შედარებით ვამბობ, როგორიც არის ინგლოტი, იქიდან გამომდინარე პროფესიონალური ხაზია და სხვაგვარად ვერც იქნებოდა, თუმცა ჩვენ ბაზარზე შევედით მაქსიმალურად დაბალი მარჟით და მაქსიმალურად ძალიან მეგობრული, ასე ვთქვათ, მივაჩვიეთ ჩვენი მომხმარებელი ამ ფასებს, ხუმრობთ კიდევაც რომ სამომავლოდ ნამდვილად ვერ აუწევთ, იმიტომ რომ იმდენად კარგ ფასებს მივაჩვიეთ, რომ გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა. თუმცა ჩვენთვის უმჯობესია, რომ მომხმარებლის წინაშე წავდგეთ ძალიან ხარისხიანი პროდუქტი
პროდუქტის, რომლის შეძენის შესაძლებლობაც მათ ექნება. სანამ სამომავლო გეგმებზეც, შორეულ გეგმებზეც გადავიდოდეთ, ერთი კითხვა მინდა დაგისვა. როდესაც ნაწილობრივ კითხი, მაგრამ უფრო ცოტა ფორმულირებას მოვახდენ. როდესაც იწყებით ამ საქმეს, სამი თვის წინ კიდევ ერთხელ განმეორდები, პროგრამა მინიმუმი რა იყო თუნდაც 1 წლის თავზე. ერთი წელი არ გასულა, მაგრამ რა არის პროგრამა მინიმუმი თქვენი? მოგახსენებთ, თუმცა ჩვენ ახლა რა თქმა უნდა საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ციფრებში არის ჩვენ ცოტა შიდა სამზარეულო ასახული. რა თქმა უნდა, თუმცა დღეის მდგომარეობით იმის თქმა შემიძლია, რომ როგორი ტენდენციებითაც მივდივართ, ეს ციფრები არის ძალიან რეალისტური. და აი სტაფზეც მინდა ერთი ორი კითხვა დაგისვა. მაინტერესებს დღეს ამ მიმართულ კვალიფიციური კადრები ყველა სფეროშია აუცილებელი, რა თქმა უნდა, მაინტერესებს თქვენთან ამ მხრივ როგორი სიტუაციაა და მოთხოვნაზეა რა თქმა უნდა დამოკიდებული, მაგრამ ხომ არ იგეგმება სტაფის რაოდენობის ზრდა? ჩვენ მუდმივად ვსრდით ჩვენი სტაფის რაოდენობას, რა თქმა უნდა, დაკომპლექტებული არის სუპერ პროფესიონალი, ანუ ასე ვთქვათ, ჯგუფში on-board არის ძალიან დიდი პროფესიონალები მუშაობენ, რომელთაც აქვთ უზომოდ მრავალწლიანი, უზომოდ დიდი და მრავალწლიანი გამოცდილება. რთული არის მსგავსი პროფესიონალების მოძიება, ასე ვთქვათ. ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ გაგვიმართლა და შევძელით და მუდმივად ხდება ჩვენთან დამატება, ჩვენთან არ ხდება როტაცია, უბრალოდ ხდება დამატება კადრების და ესეც ვთვლი, რომ წარმატების საწინდარია, იქიდან გამომდინარე, რომ ხო, ბევრი ადამიანი ინტერესდება ჩვენთან თანამშრომლობით. და მოვადექით სამომავლო გეგმების კითხვასაც, მით უმეტეს ამბიციური გეგმებით ხართ შემოსულები ბაზარზე, როგორც აღნიშნე, მაინტერესებს ერთგვარი თან რეზუმირება რომ მოვახდინოთ ჩვენი საუბრისა. რა არის თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ თქვენი მიზანი რომ აი ამ სიმაღლემდე ახვიდეთ პირობითად. თუნდაც სტაფის რაოდენობის ზრდას შევეხეთ, ხომ არ იგეგმება ფილიალების დამატება, რა სიახლეებით იქნებით წარმოდგენილები, რაც საჯაროა თქვენი მხრიდან და ასევე მაინტერესებს რეგიონებშიც ხო აი ფილიალების დამატება ხომ არ განიხილება ერთ-ერთ ოპციად და ზოგადად სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბროთ ფართოდ. დიახ, 3 თვის გახსნილ კომპანიაზე ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, ახლა რომ თქვა რომ კონკრეტულად როდის ვაპირებთ ფილიალის გახსნას, თუმცა რა თქმა უნდა სამომავლო გეგმებში არის მსხვილ ქალაქებში ფილიალების გახსნის სურვილი ჩვენი მხრიდან, აგრეთვე რა თქმა უნდა არის სტაფის გაზრდის აუცილებლობაც არის და ვფიქრობთ რომ პრინციპში ამას ნელ-ნელა უკვე მივყვებით კიდევაც და როგორც აღნიშნე პორტფელის გაფართოება იქიდან მიუხედავად იმისა რომ 10 ბრენდი არ არის ცოტა და ხო ერთი კომპანიისთვის ვფიქრობთ რომ თან 3 თვის განმავლობაში დიახ, თუმცა ვფიქრობთ რომ გავაორმაგებთ, გავასამაგებთ და გავახუთმაგებთ კიდევაც. ხომ არ მიმდინარეობს ამჟამად მოლაპარაკებები რომელიმე სხვა ევროპულ საერთაშორისო ბრენდთან? კი, სამწუხაროდ ეხლა ვერ გავაშღებ მაგ ბრენდების სახელწოდებებს, თუმცა რა თქმა უნდა დღესდღეობით მიმდინარეობს დაახლოებით 6 ბრენდთან მოლაპარაკება და ველით მოკლედ იმ პირობების შეთანხმებას, რომელიც ჩვენ ქართულ მხარეს ეს კითხვა მომზადებული არ მგონია სპონტანურად მომივიდა. მაინტერესებს ზოგადად რომელიმე ბრენდი ავიღოთ ამ 10-დან ერთ-ერთი, რომელიც არ არის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. ან ის პოტენციური ბრენდი, რომელიც შემოვა თქვენს ესე ვთქვათ თქვენთან კოლაბორაციაში. მაინტერესებს PR კამპანიაზე და მარკეტინგზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ იმ უცნობი ბრძალებში უცნობი ბრენდის გაცნობა აუდიტორიისთვის რამდენად რთულია და რამდენად ბევრი წინაღობის გადალახვას მოითხოვს. რა თქმა უნდა რთულია იქიდან გამომდინარე რომ მაინც ნდობასთან არის ეს არის ის პროდუქტი ალბათ ყველაზე მეტად თავის ქალბატონი თავის სილამაზეს ანდობს სხვა ადამიანს ხო შესაბამისად ჩვენ მუდმივად რა თქმა უნდა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ეს ნდობა მოვიპოვოთ, რასაც ვაკეთებთ და ფაქტობრივად მომხმარებლები, რომლებიც ერთხელ მოიხმარენ ჩვენს პროდუქტს, ნებისმიერი ბრენდის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან წელს ესე ვთქვათ, წელგამართლულნი ვართ ყველა ჩვენს ბრენდზე, გვიბრუნდებიან. შესაბამისად, ის უკავშირი, რომელსაც ვიღებთ ჩვენ,
გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ნამდვილად სწორად ავარჩიეთ ეს ბრენდებიც. ლინდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, მაგრამ სანამ დაგემშვიდობები, ერთი კითხვა მინდა დაგისვა, რომელიც არ გქონდა დაგეგმილი. ვინც არ იცის, თუ არსებობს ესეთი ადამიანი, საქართველოს ნაკრების წევრის გიორგი გველესიანის მეუღლეა ლინდა და ერთი კითხვა მინდა დაგისვა, ირანში რაც ხდება და გიორგი ირანში თამაშობს ლევია, მათ შორის ახლაც და როდესაც პიქს მიაღწია არეულობამ მთელი სოციალური ქსელი იყო ანერვიულებული გიორგის მდგომარებით, მაგრამ საბედნიეროდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი კარგად იყო და მშვიდ გარემოში. მაინტერესებს ახლა როგორი სიტუაცია, ინფორმაცია გექნება და გიორგის სათამაშო კონდიციაზეც მაინტერესებს. დიახ, ამჟამად გადავხვიეთ თემით. კი. ეს სიურპრიზი იყო თემით. კი ბატონო. ამჟამად კი იმყოფება ირანში, გვაქვს რა ის პერიოდი არ გქონდა კონტაქტი, იქიდან გამომდინარე რომ ინტერნეტი არ იყო. რაც ხდებოდა. დღის მდგომარეობით აქვს ინტერნეტი, არის ხაზზე. სიმშვიდეა თუ ჩემპიონატი გრძელდება როგორც გრძელდება ჩემპიონატი არ შეჩერებულა რამოდენიმე ხნის წინ ვიმყოფებოდით ყატარშიც სადაც თამაშებს ატარებდნენ და ვფიქრობთ რომ ხო მთავარი არის რა თქმა უნდა ჩვენც როგორც ყველა ძალიან ვიმედოვნებთ რომ იქნება მშვიდობა და არაფერი ცუდი არ მოხდება იქიდან გამომდინარე ძალიან იმედი ვიქონიათ რომ რაც იყო ყველა ცუდი უკან მოვიტოვეთ უკან მოვიტოვეთ კი იქიდან გამომდინარე ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი ყავს ისედაც სულ რო არ ყავდეს ამ ყველაფრის ყურება არ არის არც თი ადამიანისთვის მარტივი და არც ჩვენთვის რა თქმა უნდა და ძალიან ვღელავდით თუმცა საქართველოს საელჩოს დახმარებით მუდმივად ვიყავით ხაზზე გიორგისთან და მოკლედ ასე ვთქვათ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ღმერთმა არქნას და რამე რომ მოხდეს ისეთი რისი მოლოდინებით სამწუხაროდ არის გიორგი უსაფრთხოდ დაბრუნდება აუცილებლად ღმერთისნებით ყველაფერი მოხდება და დარწმენით და მთავარია რომ ახლა შედარებით სტაბილური სიტუაცია შედარებით რაც იყო ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო სტუმრობისათვის საინტერესო საუბრისათვის და პრინციპში ისე ისაუბრე რომ მამაკაცებსაც შესაძლოა მამაკაცებიც აქტიურად უყურებდნენ ჩვენს აი ამ გადაცემას წარმატებები მინდა გისურვო და იმ ამბიციურ გეგმებზე რაზეც შენ ისაუბრე და რაზეც არ ისაუბრე გარკვეული მიზეზებიდან გამო რაც ლოგიკურია იმედია რომ ეს ყველაფერი შესრულებული იქნება და გარკვეული დროის განმავლობაში უფრო კარგად, იმიტომ რომ სამი თვე არ არის ის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია დეტალურად თუნდაც სტატისტიკურად ვისაუბროთ, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოგიწევს სტუმრად, სადაც უკვე ოფიციალური სტატისტიკებიც გვექნება და იმედია რომ ეს 10 ბრენდი მინიმუმ ზაფხულამდე გასამაგდება. ნახოთ, დანარჩენს მომავალი იქნება. უღმესი მადლობა შენ წარმატებები შენს გუნდთან ერთად იმ კვალიფიციურ პერსონალთან ერთად, რომელიც როგორც დაახასიათე ყავს და რომელთა მოძიებაც საკმაოდ რთული პროცესი იყო და დანარჩენი უკვე დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს. უღმესი მადლობა ლინდას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ლინდა კიკოლაშვილი, ველვეს ჯგუფის თანადამფუძნებელი. მე ის გადამჭერია ძვირფასო ტელემაყურებლებო ხვალამდე დაგემშვიდობოთ. ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით ხვალ ზუსტად 10 საათსა და 30 წუთი და ხვალ გელოდებათ რუბრიკა უძრავ გონებასთან დაკავშირებით, ასე რომ დაელოდეთ. მადლობა ყურადღებისათვის. ბედნიერ წარმატებულ და საქმიან დღეს გისურვებთ. დღის მთავარი ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეები, კომპეტენტური სტუმრები და პასუხები აქტუალურ კითხვებზე. ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სტარტაპ მიმართულებები, ყველა სფერო თავს იყრის ერთ სივრცეში. მიიღე რჩევები და გაზარდე შენი კაპიტალი. ჯორჯიან ტაიმსის ეთერში გადაცემა კაპიტალისტურა. გურამ მელქაძესთან ერთად.